მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო. ახლა ისინი ცდილობენ არეულობით და ქაოსით შეაშინოთ პირიქით ხალხი და არ მოვიდეს ხალხი არჩევნებზე. ძალიან შვიდად წყნარად. ვინც არ მისულა არჩევნებზე, მინდა ვთხოვო ყველას, იმიტომ რომ არჩევნები წარდება 4 წელიწადში ერთხელ. წყდება თქვენი და ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ჩვენი სამშობლოს ბედი. არაფერი საშიშის და შემაშინებელი არ აქვს, იმიტომ რომ ამათ არაფერი ძალა უკვე აღარ აქვთ. შხამიანი კბილი მათი არის ძალიან დასუსტებული. წყნარად მოვიდეთ არჩევნებზე და მე მინდა მოუწოდო ყველა ოპოზიციურ პარტიას გავაერთიანოთ ძალები ჩვენი გამარჯვების დაცვისათვის უკვე საარჩევნო ხმების დათვლის დროს. ჩვენ არაფერი გასაყოფი არ აქვს. გარწმუნებთ რომ ყველანი შევძლებთ ყველა პარტია, ყველა ჯგუფი შეძლებს თავისი ძალის, პოტენციალის და უფლებების რეალიზებას. ნამდვილად არანაირი დაპირისპირება არ არსებობს და პირიქით. ჩვენ მაქსიმალურად განწყობილი ვართ ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. დღეს და ხვალ არის გადამწყვეტი დრო, რათა ხელისუფლების შეცვლის პროცესი საქართველოში წარმატებით დაგვირგვინდეს. აბა თქვენიცით და წარმატებები. მოვიდეთ არჩევნებზე. ყველა ადამიანს, თითოეული ადამიანი ახლა არის მნიშვნელოვანი. ყველას დავურეკოთ ჩვენ ახლობლებს, ნაცნობებს, ვინც არ ყოფილა, კითხოთ თუ იყვნენ და წყნარად ვთქვათ, არაფერი ისეთი არ ხდება. მოდით, წყნარად მიეცეთ ხმა, არ არის საშიში. არც კოვიდის თვალსაზრისით, არც უსაფრთხოების თვალსაზრისით. საშიში არის სახში დარჩენა. და ეს არ უნდა დაუშვათ. აბა თქვენიცით.